საქველმოქმედო ფონდი იავნანას დამფუძნებელს მსოფლიო ბანკს პაატა ბურჭულაძეს სიკეთის რაინდის წოდება მიენიჭა. ამ საპატიო წოდების სიგელი ქართულ საოპერო მომღერალს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თავად გადასცა. მაყვალა გონაშვილმა თავის გამოსვლაში პაატა ბურჭულაძის პროფესიულ და საქველმოქმედო საქმიანობაზე ისაუბრა. მან მსოფლიო ბანკს სიკეთის კეთებისთვის მადლობა გადაუხადა. ქართველი საოპერო მომღერალი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნითა და ამავე პოემის ერთ-ერთი მთავარი გმირის ავთანდილის სურათითაც დაჯილდოვდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას პაატა ბურჭულაძის მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც ქართული კულტურის რაინდის წოდებით მწერალთა კავშირი ხელოვნების გამორჩეულ მოღვაწეებს აჯილდოებს. ძალიან ამაღლებული შეხვედრა იყო. ამდენი შესანიშნავი უდიდეს პიროვნება მოგზავნდა შეეცოხთა დიდი მადლობელი ვარ მათი და სიტყვები რომელიც ითქვა ჩემს მიმართ მე მინდა რომ გავამართლო ნამდვილად რომ კონდეს მაგის საშუალება რომ გავამართლო თორე ძალიან იქებას კონდა ადგილი მე მგონი მე მამაც ჯერ არ გამართლებთ რომ თვითონ კიდე რაც შეეხება უკვე ამ წოდებას ეს არის უმაღლესი წოდება რაც კი შეიძლება არსებობდეს და დიდი მადლობა სულ წელს გადავწყვიტეთ რომ ეს წოდება მიბენიჭებია ქართულ კულტურაში კი არა მთელ მსოფლიო კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბატონ პაატა ბურჭულაძისთვის მე ულოცავ ბატონ პაატას დღევანდელ დღეს ეს კვირა მოგეხსენებათ რუსთაველის კვირეული არის და თუ კი ვინმე გავს რუსთაველის ავთანდილს მე ვფიქრობ რომ ყველაზე უფრო მეტად ბატონი პაატა თავისი საოცარი ხმით და თავისი სიკეთის ნიჭით